ჩვენ კოლექტიურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა ძლიერი დარჩეს. მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს პირადად თქვენ და მთელ თქვენს გუნდს იმისთვის, რომ ნატო ახლა გაცილებით ძლიერი და მრისხანეა. მაგრამ ამასთან ალიანსი უფრო სამართლიანის გახდა. პრეზიდენტ ეიზენჰაუერის დროიდან მუდმივად არსებობდა ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი. კი, ნატო არსებობდა და ამერიკის შეერთებული შტატები მისი ერთგული იყო, თუმცა არსებობდა ძლიერი მოლოდინიც, რომ ევროკავშირსა და კანადასაც უნდა გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თქვენი ლიდერობის დამსახურებით ჰააგაში სწორედ ეს ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, თქვენ და რა თქმა უნდა მთელ ამერიკულ ხელმძღვანელობას, რადგან თქვენ კიდევ ერთხელ გადაწყვიტეთ უზრუნველყოთ, რომ უკრაინამ საჭირო რესურსები მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოკავშირეების დაფინანსებით. ეს პროგრამა მუშაობს და ამ დროისთვის 2 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. დღეს კი ველოდებით ბევრ ახალ განცხადებას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ პროგრამაში ჩაერთვებიან. მთლიანობაში დიდი პროგრესი გვაქვს. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, დროა ჩვენმა მოკავშირეებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ და მათ ეს გააკეთეს. მათ ამ ვალდებულებების შესრულება დაიწყეს. ეს მალე შესაძლებლობებად გადაიქცევა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პროცესის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია. ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ქვეყნები ამერიკულ იარაღს ყიდულობენ და გადასცემენ ნატოს უკრაინისთვის ბრძოლაში გამოსაყენებლად. ალიანსის მიერ ამ კონფლიქტში მშვიდობის დასამყარებლად. თუ რამე ვისწავლეთ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ეს არის მშვიდობის აქტიური უზრუნველყოფა ძალის გამოყენებით. მშვიდობას მაშინ მიიღებ, როცა ძლიერი ხარ და არა მაშინ, როცა ლაპარაკობ ან თითს უქნებ ვინმეს. მშვიდობა მოდის მაშინ, როცა გაქვს ძალა და რეალური შესაძლებლობები, რომელსაც მოწინააღმდეგეები პატივს სცემენ. ჯერა რომ სწორედ ამას აკეთებს ნატო, ჯერა რომ სწორედ ეს არის უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის ინიციატივაც. ჩვენი მოლოდინია, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა გაიღებს ფინანსებს იმისთვის, რომ უკრაინას მიეწოდოს საჭირო დახმარება და ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს.